ექიმი ორთოკინეზი თერაპევტი, პოდიატრი თამარ ჭიჭინაძე. მეგობრებო, როდის უნდა მობრძანდეთ ჩემთან კონსულტაციაზე და როდის უნდა ჩაიტაროთ ტერფის სკანირება? როდესაც ტერფი არის დეფორმული, ტყელტერფიანობა, ვარუსი, ვალგუსი, მაღალი თაღი, ტერფმრუდობა, პრონაცია, ჰიპერსუპინაცია, ჰალუს ვალგუსი, ქუსლის დეზი, ლიმფოვენური უკმარისობა, მძიმე ფეხის სინდრომი, ართრიტები, ართროზები, სპორტული დატვირთვა, პროფესიული დატვირთვა, ჭარბიწონა, დიაბეტური ტერფი, დიაბეტური ნეიროპათია და ანგიოპათია. ეს არ არის სრული ჩამონათვალი, კიდევ ძალიან ბევრი პათოლოგია. რეალურად როგორც კი გაწუხებთ სიმძიმის შეგრძნება, ტკივად ტერფის რომელიმე მიდამო, ტერფიან კოჭი არის დეფორმული. განსაკუთრებით ამ ჩივილებზე გაამახვილეთ ბავშვებზე ყურადღება, ვინაიდან ჩვენი დროული ჩარევა ძალიან ბევრ პრობლემას აგაცილებთ თავიდან. რას ნიშნავს საერთოდ ეს სამკურნალო საკორექციო ღაბაში? მეგობრებო, ეს არ არის მხოლოდ სუპინატორი, ეს არის სუპინატორი, პრონატორი, ორთოკორექტორი, სპორტული სუპინატორი, დიაბეტური კორექტორი. სხვადასხვა პათოლოგიებისთვის მზადება ინდივიდუალურად გერმანულ-ბელგიური პროგრამული სისტემი და ასევე გერმანულ-ბელგიური ლიცენზირებული მასალით. ეს არის ფეხსაცმელის ჩასაფენი, რომელიც გაიძულებთ სწორად და სრულფასოვნად იაროთ. ბავშვებში დაქვემდებარება საუკეთესოა 4-დან 14 წლამდე, შემდეგ მუშაობთ შენარჩუნებაზე, დასრულებში კი გიცავთ გართულებებისგან და გიხსნით აბსოლუტურად ყველა ჩივილს.